და დღის სხვა ახალი ამბები დღეს ნათლისღებაა ტრადიცია არ წელს დაირღვევა და რამდენიმე წუთში სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის ცერემონია დაიწყება. კათოლიკოს პატრიარქი დღეს 1000-ზე მეტი ბავშვის ნათლია უნდა გახდეს. მანამდე კი სამებაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებითაც მიმართა. სალომე სონიშვილი იმყოფება სამებაში და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. სალომე, რა ხდება ტაძარში, დაწყებული არის თუ არა უკვე სამზადისი ნათლობის ცერემონიისთვის? დიახ, დაახლოებით 1 საათში სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო 38 ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული 1000-ზე მეტი ჩვილი გახდება. უწმინდესის ნათლულებს საჩუქრად გადაეცემათ ნათლობის მოწმობები, ასევე ჯვრები და პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლობის დასრულების შემდეგ მობრძანდება და თავის ნათლულებს დაალოცავს. დღეისათვის პატრიარქს 22059 ნათლული ჰყავს. დღეს არის 38 რიგით ნათლობა. პატრიარქი ნათლავს თავის ნათლულებს, 1000-ზე მეტი ბავშვი ინათლება და უსურვებთ მათ თავის ნათლიასთან ერთად ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს დილიდან ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო წირვის დასრულების შემდეგ წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. ნაკურთ წყალს უფლის მიერ მინიჭებული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელობის თვისებებს იწევს. ყოველი ჩვენთაგანი განიწმინდება ნაკურთხის წყლით აიაზმით. ეს სიწმინდე უნდა იყოს ყოველი ადამიანის სახლში და ეს წმინდა წყალი გამოულეველი უნდა გქონდეთ თქვენ მთელ საქართველოს და ყოველ დღე პატარ-პატარა უნდა დალიოთ და ასხუროთ თქვენი სახლი, კარი, ეზო, შვილები. ამას აქვს უდიდესი ძალა, უდიდესი მადლი ღვთისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ძალა მოხსეთ, ღმერთმა გაშოროთ ბოროტი და თქვენს სახლებში და თქვენს გულში სუფევდეს მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან უამრავი ხალხი არის შეკრებილი. მორწმუნეებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში ნაკურთხი წყალი სახლში წაიღონ. ნაკურთხი წყალი განსაკუთრებით გამოიყენება ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ტრადიციულად ქართული ხალხი ამ წყალს იყენებს როგორც საყვებად, ასევე მართლმადიდებლურ დღესასწაულებში, შვილების საკურთხებლად და რა ვიცი. ყველანაირად შევეცდებით, რომ უფალმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოსმა წირვის დროს რაც იქადაგა მაქსიმალურად შევასრულოთ. ულოცავ დღევანდელ დღეს მთელ საქართველოს შვილად. ბედნიერება, უფალს დიდება და მადლობა ღვთისმშობელს, რომ ამ დღეს მოგვასწროთ. ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. დღე ერთიანობისა, დღე სიმბოლო სულიერი სიწმინდისა. მოვედი აქ იმისათვის, რომ დავანთო სანთელი და მიულოცო თითოეულ აქ მყოფს და თითოეულ ქართველს ლევანდელი ლამაზი დღე. მინდა მიულოცო სულიერ საქართველოს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ყველა მორწმუნეს ლევანდელი დღე. მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია. მინდა ვუსურვო საქართველოს გამთლიანება და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება თითოეულ მორწმუნეს. უკვე წლებია ნათლისღების დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად იქცა ჩვილთა საყოველთაო ნათლობა. მინდა შეგახსენოთ, რომ დაახლოებით 1 საათში დაიწყება ჩვილთა საყოველთაო ნათლობა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაახლოებით 8 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდება და თავის ნათლულებს დაალოცავს. მადლობთ სალომე, ეს იყო პირდაპირი ჩართვა სამების ტაძრიდან და სალომე სონიშვილი.